ამ ეტაპზე ჩვენ ვცვლით მხოლოდ მოადგილეებს და ამ თვალსაზრისით ჩვენ მივყვებით იმ ძირითად სქემას, რომელიც განცხადებული იქნა პოლიტიკური გუნდის მიერ, რომ მხოლოდ პოლიტიკური თანამდებობის პირები იცვლებიან. კიდევ ერთხელ ეს არ არის დამოკიდებული იმ სამუშაოზე, რომელსაც ისინი ატარებდნენ, უბრალოდ ეს ნორმაა და სტანდარტია, როდესაც ახალი მთავრობა მოდის პოლიტიკური თანამდებობის პირები იცვლებიან. ამ ეტაპზე ამის გარდა არაფერი არ არის განსაზღვრული. ჩვენ რამდენიმე დღე უკვე დავიწყეთ აქტიური თანამშრომლობა, ძალიან მოხარული ვარ, რომ ესეთ ფაზაში შევიდა ეს ჩვენი ურთიერთობა. მე პირადად ნამდვილად სულ მზად ყოფნას გამოვხატავ მასთან დაკავშირებით, რომ ვერჩი ვედგები ჩემი და ჩემი კოლეგების კომპეტენციის ფარგლებში და გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ ეფექტურად დაიგეგმოს სამომავლო ნაბიჯები. რაც შეეხება ჩვენს ორგანიზაციას, გარკვეულწილად სტატუსი იცვლება ორგანიზაციას, ბრუნდება ძალიან მნიშვნელოვანი საქმიანობა, რასაც აწარმოებდა ეს ცენტრი, მაგრამ სამწუხაროდ თაროზე იყო შემოდებული და ამაზე ხმამაღლა ჩვენ ვერ საუბრობდით, ეს ეხება კვლევებს, საგანმანათლებლო კვლევებს და შეფასებებს. ამ მიმართულებით გვინდა ჩვენი მუშაობის გაძლიერება, ასე ვთქვათ, და ეხლა უკვე შეგვიძლია ამაზე ღია და თავისუფლად საუბარი. ეს ეხება კვლევის შედეგებს თუ შემდეგ უკვე დეტალურ ანალიზის შედეგების. ასე რომ ეს რა თქმა უნდა ცვლილებებს გამოიწვევს ცენტრის საქმიანობაში და გარკვეულწილად რეორგანიზაციას თვითონ ამ ორგანიზაციის.